მოგესალმებით ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. დიდი ხანია ინტერვიუ არ ქონია და როგორც იქნა შემოვაღწია ვივამეთში და მინდა რომ ერთხელ ამდენ ძალიან მაგარი ვარ ყოჩხის, მაგრამ ცოტა მოშერები დაჯექი. გაცებული ვარ და არ მინდა რომ ვირუსი გადავიდე. გაცებული თუ ხართ, მაშინ თუ გინდათ პირბადეთი. ჩემ სახეზე ამ უძღეურება პირბადე რომ დაინახო, ხო დამიმატეს 4 წელს ებოდა. კარგი. კლინიკაში როგორ გძნობთ თავს თვითონ ახლა დიდი ხანია უკვე. რა ვიცი, ნორმალურად ვარ. უსაქმურად რო არ ვიყო, დავუბრუნდი ჩემს ძველ ოჯახურ ბიზნესს. ოჯახური ბიზნესი, რა ბიზნესი? ორგანოებით ვაჭრობ, ანუ. ორგანოებით ვაჭრობ, აბა ახლა ამხელა პალატაში თქვენ თქვენ ვიცით? ხო, არა, იმიტომ რომ თანსაქმე ვარ, თანსაქმე მოძრაობა. ბატონო მიშა, მაინც თავის დროზე ხო თქვენს ანტიპიარზე ეგეთ მოჭორება კარგად იმუშავა, მაგალითად, აი ძუძუს მოჭმაზე რო იყო ჭორი, ხო, ეგეც ხო? ჭორება რო ვერაფერი ვერ მიქნეს, ამიტომაც ედამიჭირეს ვარ. უხვანო ერთი აქედან გამიყვანა და ძუძუებს კიდე თავის გადავაჭამოთ. აქედან უღუნდ გავიცი. კარგი, ბატონო მიშა, მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რას ფიქრობთ? აი მაგალითად ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე, ხო? ანუ რა უნდა თქვა, პრემიერ-მინისტრი იყო კაცი, რამოდენიმე წელი და მარტო სახში ანუ უპოვეს 7 მილიონი. და ოქროს ზოდებ, ჩარტერული რეისები დადიოდა წინ და უკან თავის შვილი დაყავდა ამ კაცს. მე ვანო 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი. კარგად მინდა რომ გავუსვათ ხაზი. 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი, არაჯნის კონტეინერს შემოყვევი სამშობლოში. არის განსხვავება თუ არა ვანო? ხო. ის დადიოდა ჩარტერულით, მე შემოვედი ჩემს მონატრებულ სამშობლოში, არაჯნის კონტეინერით ვანო. სუში და ტორტი რო ჭამე გადამაყოლეს ზეთ. ეს ვაჟბატონი 9 მილიონი ჭამა და გარეთი დანავარდა ზვითომ არაფერი და ვანო უკაცრავად. სხვისი ოქრო ჩუმად არის და ჩემი სუში ჩხრიალებს ვანო მარტო. ხო, ნუ გასაგებია. მეცაც გეტყვი, მაგარი გადარჩენილია ვანო ხარებაში. აი მოპარული მილიონებთან ერთად გარდონებში რო არ უპოვეს ქაშმირის პიჯაკი და იმ პიჯაკში გოგირდის საბანოს ჩეკი ვანო. ხო მომისოდენ ახლა გვერდს. ეგეს რა ინტერესოა კი მართალი ხართ გეთახმებით. აი არაბების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, რა სიტყვით ხარ? ნუ ანუ არის გახსოვს თუ არა, მაგრამ ჩემ დროს იყო ძალიან ებოდაში ესეთი ტრუკებს აღწერდა რუსული პროპაგანდა, რომ აი სააკაშვილი უცხოელებზე აფორმებს ქართული მდინარეებს. სააკაშვილმა ჩამოასახლა ჩინელები კახეთში. აგერ თვალწით ბიძინა გისახლებთ არაბებს. ხმის აუღები ვანო კაცშვილი არის. აგერ პირდა ამბობდნენ კიდეც რომ აი სააკაშვილმა იჭერს ხალხს და გაავსოთ ციხეებით. ხალხს კი არა ბიძინა. ოჯახებს იჭერს პირდა რაციოკებს პენსიონერებს ხმის აუღები ვანო კაცშვილი არის. მე იმასაც იძახოდნენ რომ ეს პირსისხლიანი თავის ნებით არწება. ვანო მშვიდობიანი გზით არჩევნების გზით გადავეცი ძალაუფლება. მშვიდობიანად. ბიძინა თავზე გადაგვახია ვანო კონსტიტუცია და მე-4ჯერ მოვიდა და წასვლას არცეთ არაპირებს. მოიცა ხალხო, სახეზე თუ არ მოგწონდით? გეთქვა და მე ჩემი ბიძინას 10ჯერ მეტი აქვს ცუდი გაკეთებული და თქვენ დალოსილება ხმას არ იღებთ რა უბედურება. კაი, ბატონო მიხეილ, პარტიების აკრძალავთ თქვით ახლა და მაგასთან დაკავშირებით რა ფიქრობთ? რადგან ახლა ბევრი პარტია. აბა რა გითხრა ვანო, ჩემი დროის პარლამენტარები, კურიერ, ცოცხალი კურიერ, ჩემი დროის პარლამენტარები ვანო, მიმართავენ ჩემი დროის მოსამართლეებს, ჩემი პარტიას აკრძალავს. კი მაგრამ ერთ მაწოდინა რა ჩაიდინეს ამება ჩემ დროს ისეთი, რომ თავიანთ საკუთარ თავის იკრძალავენ. ხო, გასაგებია. რაღაც გამომეპარა ვანო არის. და მაინც როგორ უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნება თქვენ? მე მაინც ვანო უნდა დაველოდოთ. რას უნდა დაველოდოთ? იმ ხალხს უნდა დაველოდოთ, რომლებიც ამბობდნენ, აი თუ არ მოგვეწონება, ყელყელ მოღერებულები რო ამბობდნენ, აი თუ არ მოგვეწონება, გადავირჩეთ არჩევნების გზით. და სად არის მე ეს ხალხი? მიყუშურია ახლა სახში, ეშინიათ გამოსვლა. რა ვიცი, ჩემ დროს კი გამოდიოდით და ავსებდით იპოდრომებს. რა იყო ახლა? შეშინდით პატალებო. ნუ გეჩინიათ, გამოდით. ბიძინა გვასის თავზე. აი ვის აირჩევდით ოპოზიციის ლიდერად თქვენ მაგალითად? ხა ლიდერის პრობლემაა, ხო ახლა მე ჩემი საკითხი მე შემიძლია თქვა რომ ოპოზიციის ლიდერი უნდა იყოს, შეუპოვარი უნდა იყოს, მებრძოლი უნდა იყოს, ბოლომდე მიმწოლი თავის ყავის ამ ბრძოლაში შემგდები, ნოვატორი, რეფორმატორი. მე ესეთი არავინ არ მეგულება. არავინ არ არის საერთოდ ეგეთი ლიდერი? საერთოდ გარეთ მithumetes არ არის ვარ. გასაგებია. ბატონო მიშა, ბოლოს მინდა პროკურატურის გუშინდელ ბრიფინგზეც კითხოთ, როგორც მოგეხსენებათ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი დაგიმძიმებდათ და როგორ ფიქრობთ, როდის გაგათავისუფლებენ პატიმრობიდან თქვენი ვარაუდი? ამათ ჩანიშნულ ბრიფინგს მე არ უყურებ, მე უკვე აგვიზვარ 4 წელია, გამომწყდეული ყავარ რუს ოლიგარქს, მაქსიმუმ კიდე 5 წელი და მე
ვიქნები გარეთ თავისუფალი. ზოგადად მე 5 წელზე მეთხას ვერ გუობს ქართული ხალხი. ციხეშიც კი ასე. კაი ვარ ახლა მე უნდა გავიდე ღარიბაშვილის პალატას ვალაგებინებ და მინდა რომ კომფორტულად რო იყოს და კომფორტულად. კარგი, მადლობა ბატონ მიხეილ, მადლობა. აქეთ ლილიოშვილის პალატას საერთოდ აქეთ არის ხო ღარიბაშვილი. გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.